ნიკა მელია ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით ბატონო ნიკა. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. თქვენ თუ ელოდით ამ გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილის მხრიდან დღეს? დღეს კაბოტონი სალომე ამას გააკეთებდა თუ ხვალ ამის პროგნოზირება შეუძლებელია ზოგადად ფიქრობ. პრეზიდენტის ინსტიტუტისგან შეწყალებას ამ ორი ზოგადად ფიქრობ კაბოტონი ზურაბიშვილის პროგნოზირება ძალიან რთულია. მაგრამ ის რომ დაგვიანებით არის გაკეთებული ფაქტია 8 მარტის შეთანხმების აღსრულების პროცესი მიმდინარეობს. აი ხა ვუსმედი მე შეიძლება ყობახიძეს და ისიც რა ჩემთვის ფიქრობდი. აი მე რომ გადავიცვა რაღაცა ის პარეკი თავზე გავიკეთო და ისე გავსაღდე ქართულ ოცნებაში როგორც ქართული ოცნების პოლიტიკოსი და არავინ არ იცოდნენ რომ მე ვიყო ნიკა მელია და კომენტარები რომ აკეთებიონ, ბრიფინგები რომ ჩამატარებიონ და რომ კონდეს ჩაფიქრებული შიგნიდან გუნდის დაზიანება, ხო? ტროაზაც ხენადროვი, ხე? იმაზე მეტად ვერ დავაზიანებ ქართულ ოცნებას, როგორც ახლა თავს იზიანებენ. რას ლაბა, ესე იგი რა გითხრა ბატონმა კობახიძემ რეალურად დღეს რომ გამოუშვი პოლიტპატიმრები, მაგრამ ესე პოლიტპატიმრები არ არიან. ანუ ისინი ცდილობენ რომ კატასავით ზურგზე არ დაეცნენ. გამიგეთ კატა ხო ზურგზე არ ეცენ, მაგრამ ეხა მეცხრე საათურიდან თუ გადმოხდება რა მნიშვნელობა 90-10 მოიტეხავს, ზურგზე არ დაეცება. ასე ემართება ეხა ახლა ქართულ ოცნებას, ეს არის ზეწოლის შედეგად. ეხა თან დასავლეთს ეუბნებოდი რომ მომეცი მილიარდები, სოფო. და თან დასავლეთს ეჩხობებოდე და უმტკიცებდე რომ და არ აღიარებდა პოლიტიკური პატიმრების არსებობას ქვეყანაში ეს დასავლეთთან 21 საუკუნეში ცივილიზებულ სამყაროს მოწყანეა თქვა არავის არ გასული ეს არის დასავლეთის დასავლეთის ოპოზიციური პარტიების ერთობისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისა მიუხედავად იმ კორონავირუსის მეშვეობით ჩვენი კალაპოტიან ამოგდების შემდეგ რომ მინავდით მიუხედავად ამ ყველაფრისა ეხა ცხადზე უცლადესი იყო რომ პოლიტიკური პატიმრების არსებობას როდესაც მაღალი თანამდებობის პირი ამერიკის შეერთებული შტატების ხო ხელისუფალი გეუბნება რომ გაათავისუფლე პოლიტიკური პატიმრები და შენ აჩიკო თალაკვაძეს საპასუხო ბრიფინგით პასუხობ ხო ეხა ამ მდგომარეობაში ხომ არ ჩავარდებოდნენ როგორც მინიმუმო ანუ ეხა თუ დანაშაულები არიან თუ კრიმინალები არიან და თუ ქვეყანას დააქცევენ რატო გამოუშვეს და აი თუ მიაქციეთ ყურადღება თვითონ თქვა ირაკლი კობახიძე მე რო სულ არ მგონიაო გარეთ ეს ორი ადამიანი უფრო მეტად დეპოლიტიზება შეუწყობსო ხელსო ანუ მე არ ვეთანხმებიო ამ გადაწყვეტილებას და კონსულტაციაც არ ქონიაო პრეზიდენტთან ფაქტობრივად ეს თქვა თქვენ ეთანხმებთ თქვენ გონიათ რომ სალომე ზურაბიშვილმა შეწყალება ისე გააკეთა რომ მართლ გუნდთან კონსულტაცია არ ქონია ეს არ გონიათ სანდრო მელიას რომელიც არის 5 წლის ჩემი ბავშვი ვერ დავაჯერებ რომ მინდოდეს არ დაიჯერებს იტყვის რომ რატომ მატყვილებ მამა იმიტომ რომ ნუ ამდენი ამას აქში ძესმით რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებოდა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა რას ლაპარაკობთ ვერ მიიღებდა და მე ვიწინასწარმეტყველე მე ვიცოდი დაწუნებულად თქვენს ასე ფიქრობდით და თქვენი მაყურებელიც რომ ქართულ ოცნებაში გაკეთებოდა განცხადებები თითქოს ნუ რა ვქნათ ეხა პრეზიდენტის უფლებამოსილება მისი დისკრეცია გაათავისუფლებს არ გაათავისუფლებს ჩვენ ხომ არ ჩავერეოდით 8 მარტის შეთანხმებაში ამიტომაც ჩვენ ხო ხშირად ვამბობდით თქვენ სტუმრებს საუბრობთ პრეზიდენტის ინსტიტუტის ხაზგასმა კი ბატონო ეხლა ბუნდოვნად რატო იყო ნახსენები აი ხო ვისაუბრეთ ამაზე ბევრჯერ და დღეს დადასტურდა თამლიანი გათავისუფლდა ოქროშვილი გათავისუფლდა გიგი უგულავა შეება ციხეში რურვა გიორგი რურვა და გიორგი რურვაც გათავისუფლდება აუცილებლად არაფერი ქართულ ოცნებას არ უშველეს ხახო როგორც მე ბევრჯერ მithქვას მაგრამ ბოდიში რომ ეს არ არის პირველად ნათქვამი მაგრამ უნდა ვთქვა მე მინდა ძალიან ჩემო სოფო რომ არ ვიცი მინდა რომ თან ხუჭუჭა ადამიანები იყო ყოველ შემთხვევაში ხო თქვენ შეგიძლიათ ხან მოკლე თვის ბაცხომი გქონდეთ ხან გზელი მე მგონი ეს შესაძლებლობა სიამოვნებით გამოვიყენებდი ხოლმე ხო ხან გადავიპარსავდი ხან მოუშვი როგორც მე თმა აღარ ამომივა ქართული ოცნება ვერანაირად ვერ შეეწინააღმდეგება ქართული ხალხის ნებას და უცხოელ პარტნიორებსაც ელემენტარულად ტრანშები დაიგვიანებდნენ ანუ კულისებში იყო საუბარი მე დარწმუნებული ვარ იმაზე მეტი ვიდრე საჯარო სივრცეში ჩვენი პარტნიორების მხრიდან
რომ კი ბატონო, რაც გენებავთ გააკეთეთ, ააგდეთ, თქვა შეუშვირეთ თავი, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის მტკიცე, მაგრამ ჩვენსგან მომდენო ტრანშებს ნუ დაელოდებით. ეს ღიათაც თქვა კუბილიუსმა გუშინ ამ ეთერში ჩართვის დროს მან თქვა ასეთი რამ, რომ დაზარალდება ქართველი ხალხი თუ ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და გარკვევით თქვა საერთაშორისო პარტნიორებმა რომ დახმარება მათ შორის ფინანსური მოდის იმ ქვეყნისკენ, რომელიც დემოკრატიის გზაზეა და თუ აღარ არის ამ დემოკრატიის გზაზე, მაშინ მას არც ეკუთვნის. 200-მდე სახელმწიფოა ხო ეხლა სოფლიოში და ეხლა რატომ იცემ მილიარდები ბიძინა იმაში რომელსაც ფული არ აკლია ის ყველა მიცის დამატებით მილიარდებს იმისათვის რომ კიდევ უფრო ასე ვთქვათ გაიმყაროს მისი ოლიგარქიული პოზიციები ამაში არ იხდის და არ ხარჯავს ფულს თავისუფალი სამყარო ხო თავისუფალი სამყარო ჩვენი დემოკრატიის განვითარების კომაგები ხარჯავენ ფულს იმაში რასაც თქვენ ახსენებდით ახლა ამიტომ იძულებითი ნაბიჯია, მაგრამ მაინც არ მინდა ჩვენ მოდით სიმართლეს გეტყვით. რამდენიმე 1 საათის წინ ოპოზიციური პარტიის ლიდერება რა თქმა უნდა აზრები გავცვალეთ და ყველანი ერთ აზრზე მოვედით, რომ არ არის ახლა ნიშნის მოგების დრო, ნუ მოუგებთ ნიშნად ამ ადამიანებს და ყველანი თვითონ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვიდეთ, მაგრამ მე გეკითხებით ძუფაზო მაყურებლებო, აი პოლიტიკური ფორმულის მაყურებლებს ახლა ირაკლი კობახიძე რო გამოსულიყო ღირსეული პოზიციით და ღირსეული სიტყვით. თავადვე არ დარჩებოდნენ მოგებულები, რომ მე თქვა სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით დიახაც ჩვენ და ახლა შევერკინოთ, გავიდეთ პოლიტიკურ ტატამზე არა. ეხლა საოცრება ილაპარაკა, ეხლა ასე ვერ დაიზიანებს საკუთარ თავს. ამიტომ მივხვდით იმისა, რომ ეს ადამიანები ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას გვაყენებენ, მაგრამ არა უკვე ოპოზიციონერებს, ხო? არა უკვე აქტიურ თქვენი გადაწყვეტილება მათ შორის wording-თან დაკავშირებით შეიცვალა მას შემდეგ, რაც უსმინეთ ირაკლი კობახიძეს? ნაწილობრივ შევცვალე, მე აქ უცბად მივიღე გადაწყვეტილება და ცოტა სხვა განწყობით შემოვედი. ვიფიქრე, რომ გაუნათ ამ ადამიანს, მაგრამ ეს რა არის, იცით გააკეთეს ზალდატანებით, ახლა უფრო იშიფრებიან, რომ ეს ზალდატანებით, ანუ წიხლ მიჭერილებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ხო? წიხლი მიაჭირა მთელმა, ასე ვთქვათ, თანამეგობრებო საერთაშორისო და ასე მიიღეს გადაწყვეტილება. ანუ ბავშვიც კი ვეღარ დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი მიიღეს მათ დამოუკიდებლად. კი ბატონო, აი ასევე დათმობენ ესენი მართვის ადავეებსო არ არსებობს. მოდით მე ბევრჯერ მithავს და ახაც გავიმეორებ 2012 წელს ეხლა ამ განსახედიდან მოგწონს, არ მოგწონს, ვიღაცა პოზიციები შეიცვალა, წინა ხელისუფლება მარცხისგან ვერავე ვერ იხსნიდა და წინა ხელისუფლებას 2012 წლის 1 ოქტომბერს არჩევნების შედეგები რო არ ეღიარებია, ხომ? ვერაფერს ამით ვერ მოიგებდა პირველად რომ ვთქვა. სხვა შანსი არ ქონდა. ასეთი მდგომარეობაში არის ახლა ამ თვალსაზრისით ქართული ოცნება მას მოუწევს რეალობასთან ახლო შეხება, კონტაქტურ პოლიტიკაში შემოსვლა მოუწევს უკვე ოპოზიციონერებთანაც და დებატებშიც მოუწევს თქვენთან აქ მოსვლა. ხო, ამას დიდი ხანია ჩვენ მათ უთვლით, რომ მზად არის ეს ეთერი საუბრისთვის მართლაც. არა, საინტერესო რა არის, ისინი რატომღაც ეს ხარე მაგალითად ქართული ოცნებისთვის არის, დღეს სიამოვნებით უმასპინძლებდით და გავიგებდით მათ არგუმენტებსაც. არა, ეს აღიქვამენ, რაღაცა ნაწილს მედიას აღიქვამენ, რომ მათ დამი არ არის ლოიალურად განწყობილი და მხოლოდ დადიან მათ საყვარელ მედიაში, ხო? ეხლა თავად მოიდანზეც კი არ გვეძახიან, ხო? ან აქ რომ მოვიდნენ და რომ დასხდნენ რა, ეხლა რასაც უნდა იმაზე ლაპარაკებს კობახიძე და რასაც მინდა მე ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ყველასთან მიმართებაში გვაქვს ერთი პოზიცია, ჩვენ გვაქვს კრიტიკული კითხვები, მათზე პასუხები უნდა გქონდეთ ლიდერებს იმისთვის, რომ მოვიდნენ ამ სტუდიაში. ყველას პასუხს ჩვენ რასაკვირველი არ მოგწონს, არ ვეთანხმებით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქ ყველას აზრი არ უნდა ისმოდეს. მოდით ბატონებო, ღია კარი, ჩვენ მზად ვართ ყველას არგუმენტები მოვისმინოთ. პირველ რიგში ჩვენი მაყურებელია დაინტერესებული იმით, რომ ორივე პოზიცია ისმოდეს ამ ეთერიდან. ჩვენ ამას ვცდილობთ, ვახერხებთ ინფორმით, რა ფორმითაც ახლა შეგვიძლია, მაგალითისთვის ირაკლი კობახიძე მოგასმენინეთ ცოტა ხნის წინ ინფორმატით, რა ფორმატითაც თვითონ აირჩია პირდაპირ ეთერზე. სამწუხაროდ ქართული ოცნება უარს ამბობს, ეს ჩვენი მაყურებლისთვის განმარტება. ჩემთვის პირადადაც რატომ იყო დღევანდელი გადაწყვეტილება საინტერესო ბევრი თვალსაზრისით და მათ შორის ირაკლი ოქროშვილის თვალსაზრისით, ხო? რატომ გადაწყვეტილება, ანუ მე და ირაკლი ოქროშვილის ხო ერთნაირი, ასე ვთქვათ, ბრალდება გვაქვს. სახელმწიფო გადატრიალება, უბედურება და ასე ხო 20 ივნისი, ხო? ირაკლი დაიჭირეს, ჩემთან მიმოთაში ბოლო წამს გადაიფიქრეს და არ დამიჭირეს და სამაჯური დამოდეს. ეს ავტომატურად ეს სამაჯური როდემდე უნდა გედოთ? ეს იმდენად ჩემი პირადი გახდა, რომ ვფიქრობ, რომც მოხსნა, მაინც ვთხოვ, რომ დამიტოვონ. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში წლისთავი იქნება მალე. 20 ივნისი. ანუ
აპრიორი რა მე ვიცი უკვე რომ ესე იგი იმ გადაწყვეტილების საფუძველზე რითიც ოქროაშვილი პატიმრობაში გაუშვეს ანუ მე ქართულმა სასამართლომ ივანიშვილის სასამართლომაზე ვერანაირად ვერ უნდა გამომტყუნოს და თუ გამომტყუნებს ქალბატონი სალომე ჩემსკენ იქნება დაწუნებული ვარ და მეც საუცილებლად ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ქალბატონო სალომე გვაფასებთ თქვენს ძალდატანებით დღევანდელ გადადგმულ ნაბიჯს გვეიმედებით და წლის ბოლომდე შეგიძლიათ გულანძღოთ ვთანხმდოთ მაგრამ წლის შემდეგ აუცილებლად მგონია რომ ვითარება შეეცვლება და თქვენს რეზიდენციაშიც როგორც ხელისუფალნი სხვა პოლიტიკური პარტიები რომლებიც დააკომპლექტებენ კოალიციას ვერ საჭიროებო საკითხებზე ვისაუბროთ რომელიც იქნება მაგრამ თქვენ ვარაუდობთ რომ მასთან მიმსვლელები იქნებიან სხვა შემადგენლობები ერთ-ერთი ჩემი თხოვნა იქნება ქალბატონო სალომე ზურაბიშვილის მიმართ ოდესაც პირველი ინტერაქციის შესაძლებლობა მომეცემა რომ ჩატარდეს თავისუფალი დამატებითი არჩევნები საპრეზიდენტო და კვლავ მიიღოს მონაწილეობა უკვე დამარცხებული ქართული ოცნების პირობებში და ნახოთ თუ იგი თქვენ ახლა რიგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს პროგნოზირებთ 2%-ს მაინც თუ აიღებს ან 1%-ს აიღებს. ნიკა, სტრატეგია შემდგომი. რა იქნება ოპოზიციის გეგმა პირველ რიგში პარლამენტში რა სიზამს ნაციონალური მოძრაობა ამის შემდეგ დაუჭერს თუ არა მხარს საარჩევნო ცვლილებებს? რა თქმა უნდა ნიშანდობლივ არ გენიშნათ ახლა რა თქვა ბატონო კობახიძე სამგარეთ პასუხს რეალური ვირუსიდან პოლიტიკური ისევ კობახიძესთან ხართ მოკლედ. არა, პოლიტიკური ვირუსისკენ გადაგვატანეს ყურადღებაო რა. ეხლა დისკომფორტია ბატონო კობახიძეს, რა თქმა უნდა, ქართულს ერჩინა რომ ბატონი კობახიძეს ნაცვლად ეხლა დღეს საეთერო სივრცე ასე თქვა დაიკავებია ბატონ ამერა გამყრელიძეს, ბატონ ცერცვაძეს ქალბატონო ეზუბა ასე შემდეგ ხო ანუ მათ ამოფარებულები იყვნენ არაკეთის ინდისად ექცეოდნენ მათ მე ექიმებს არავითარ შემთხვევაში არ ვაკრინე პირიქით ესენი იყვნენ დამალულები იმიტომ რომ იცოდნენ რომ რატომ ესენი გამოჩნდებოდნენ კაც არაფერს არ მოუტანენ საკუთარ გუნდს რაც შეეხება მაგრამ მოუწიათ უკვე საკუთარივე ასე თქვა შესწავლების დაშვების მნიშვნელოვან შედეგად რაც შეეხება ეხლა ჩვენ სტრატეგიას ბუნებრივია ჩვენ მოვითათბირეთ იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც საპარლამენტო ოპოზიციური პარტია დამოუკიდებლად არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ანუ ყოველ შემთხვევაში გვინდა რომ შეთანხმებული იყოს ეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მაგრამ თუ მეორე პუნქტი შესრულებულია რჩება პირველი რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ სრულფასოვნად ველოდებით იმ 8 მარტის შეთანხმების აღსრულებას დარჩა რურუა ციხეში და მე ჯერა თქვენი სამაჯურიც არის ამის ნაწილი? ისეთ აი სამაჯური არ ხუმრობ ეხლა ყივარ ცოტა ხუმრობის ხასიათზე ამას აღარ აღვიქვამ როგორც მაგრამ ეს ნიშნავს იმას რომ თქვენთან დაკავშირებით საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეობს დიახ მიმდინარეობს ჩემი და რამდენიმე სხვა პოლიტიკური ლიდერის და მედია მენეჯერის, მაგრამ ეხა მათ შორის ხაზარაძის საქმე, ბადრი ჯაფარიძის საქმე შეჩერებულია, ასე ვთქვათ, მაგრამ მაინც დამოკლეს מחვილისვით არის, ასე ვთქვათ, ოპოზიციის ლიდერების თავზე. არ გაგიკვირდეთ, რომ დღევანდელ რეაქციას გამოხმაურებებს ბიზნესმენებს შეხედავს კიდევ უფრო დაიზაფრება და კიდევ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს და არ გაგიკვირდეთ რომ ის ორი გათავისუფლებული ასე ვთქვათ საკანი კიდე სხვებითაც ეს ხო კიდე უფრო ძიმე შეცდომა იქნება მის იმიტომ რომ მაგალითად თქვენ დაგიჭირო არა მე ხა მე ვანსიმოლოდ ვცდილობ როგორც მელი ესე დავძრებოდე სხვადასხვა ასე ვთქვათ ვითარებებში ვთხილობ პირდაპირ გეუბნებით რომ საბაბი არ მივცე გულახტილი ვარ ვთხილობ იმიტომ რომ ხა ელემენტარულად ღერძული ხაზიც რო გადაკვეთო როდესაც ეს სამეჯურ გიგეთია თეორიულად შესაძლებელია რომ გამოყო თავი მაგრამ ეს ადამიანი ხო პოლიტიკური ასე ვთქვათ მიზანშეწონილობით იღებს ხოლმე და ხოლმე გადაწყვეტილებას ვიწო პარტიული პოლიტიკური მიზანშეწონილობით და ეხლა თუ ეს დაინახავს რომ ერიზე იმობს და ის კიდევ უფრო სუსტი აღმოჩნდა იმაზე მეტად ვიდრე წამოედგინა ეცდება რომ რაღაცით აი არ მოგეშოს თავისი ასე ვთქვათ ჯარისკაცები და საკვები მიაწოდოს და ძალა გამოცდილად არ წარმოჩინდეს მათ ასე ვთქვათ თანაგუნდელებთან ანუ მის თანაგუნდელებთან ეს აქედან ამოდის ბიზინა ივანიშვილს ამისი რო არ ეშინოდეს იგი იქნებოდა გულწრფელი და თქვენ ერთ-ერთში მოვიდოდა და იტყოდა და ისაუბრებდა რეალობას რაც ქვეყანაში არსებობს მაგრამ ის ელაპარაკება არა თელს მოსახლეობას არამედ მის უახლოეს გარემოცვას ერთი და მეორე სხვადასხვა დამატებით შრეებს მის გარშემო რომლებიც არიან თავშემოყრილები იმიტომ რომ ამ ადამიანებთან თუ დააფიქსირა რომ ის არის სუსტი
ნაწილი მეწუნე სოფო ადამიანებისა გამოეცლება უბრალოდ. ამიტომ ის იტოვებს ასე თქვათ ამიტომ თქვენ არ გამორიცხავთ რომ ოპოზიციის ლიდერები მაინც დაიჭიროს არჩევნებამდე? იცით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება ბიზნესმა, მაგრამ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ბატონი ივანიშვილის მხრიდან იქნება მის წინააღმდეგზე გამოყენებული. დღეს ივანიშვილი კარს გააკეთებს თუ ცუდ გააკეთებს, ეს ყველაფერი მის წინააღმდეგზე მოქმედებს. ჩემს ისეთ პირალში შეყო თავი, საიდანაც უბრალოდ სხვა შედეგს ვერ გამოიღებს. ეხლა ვინც არ უნდა დააკავოს გვარამია და დაწყებული ბატონი აძერებული ჯაფარიძე, ბატონი ხაზარაძე, ჭუტა წერეთელი ამაზე ხმას ყველა ამოიღებს. საერთაშორისო ჩემი პარტნიორებიც კი. თუმცა არ ვიცი იმედია ჩემი პროგნოზი არ გამართება, მაგრამ მე ველი ივანიშვილისგან პანიკურ გამოხტომებს და პანიკური გამოხტომები შეიძლება რეალიზდეს კიდევ ერთ უგუნურ ნაბიჯში, რომელიც კიდევ უფრო დაასუსტებს. მათ შორის არ გამორიცხავ, რომ ვიღაცა კიდევ დააპატიმროს, იმიტომ რომ უბრალოდ კიდევ უფრო მეტად აცახსახდა შიშით. არ ვიცი, დავალოდოთ. თუმცა გიგის და ოქროაშვილის ბატონი ირაკლის გათავისუფლება ეს არის კაფიო სიგნალი. მე ვფიქრობ ყველასთვის თვითონ მაყურებლებო, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს და ჩიტი მდგნად ღირს, რაც არ უნდა მილიარდები არსებობდნენ, იქით და რაც არ უნდა მე იცი რა მინდა გითხო, აი ყველა ლიდერი, ვინც შეიძლებოდა პოტენციური მაჟორიტარი ყოფილიყო, ანუ გამოკვეთილი ლიდერია, ასე ვთქვათ, ოპოზიციის, მათზე ან საქმე იყო აღძრული, ან დაპატიმრებული იყო, ან ემუქრებოდა სამომავლოდ ასეთი საქმის აღძვრა, ყოველ შემთხვევაში სიგნალები მოდიოდა. გამოშვებული ორი ლიდერი ოპოზიციის, უგულაბა, ოქროაშვილი. ფიქრობთ თუ არა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები ისინი უნდა იყვნენ, თქვენ იქნებით თუ არა, იმიტომ რომ აღძრული საქმეები, როგორც თქვენ ამბობთ, არის ივანიშვილის შიშის გამოხატულებაო, ანუ ვის ებრძვის ის ლიდერს, რომელმაც შესაძლოა მას ხმები წაართვა ასმის გულს? ნუ ძირითადად ეხლა მე ვფიქრობ რას, რომ ივანიშვილმა თავდაპირველად დაიწყო ნადირობა იმ კატეგორია პოლიტიკოსებზე, ვისი ძლიერი მხარეც არის ასევე ქუჩის პოლიტიკაც. და შემთხვევით არ იყვნენ შერჩეული ბატონი გიგი უგულავაც, ბატონი ოქროაშვილიც და ნუ ხო მეც უბრალოდ ბოლო წამს არ მის შესაძლებლობა ჩემი დაკავების განცხადება გავცა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი და ჩვენი მეგობრები ჩაერინნენ, მოდით ახლა სიმართლე ვთქვა და ნუ გადაწყვეტილება რომელიც მიღებული იყო და ამიტომაც მომიხსნეს ხომ ის იმუნიტეტი დილის 8 საათზე რომ შეკრიბეს. ამიტომ ეხა ირაკლი ოქროაშვილის და გიგი გულავას გამოსვლა პოლიტიკურ ველზე ბუნებრივია გააძლიერებს ოპოზიციას, მოდი პირდაპირ ვთქვათ და ეხა პოლიტიკოსია ეს მაჟორიტარობის კანდიდატობა არ არის პირდაპირ ბედნიერება და რაღაცა ნეტარება უზარმაზარ შრომასთან და ენერგიის ხარჯოსთან დაკავშირებული, მაგრამ ვალდებულებაც არის ამ ბრძოლაში იყო ერთ-ერთ მოწინავე ხაზზე. მე ვფიქრობ ალბათ ერთის და მეორეც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და რაც შეგეხება თქვენ ნიკა, თქვენ თავზე ხომ მაინც აუცილებლად ეს იქნება ან თბილისის ერთ-ერთი რაიონი, ან იქნება დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთი ოლქი, ნახოთ. პირდაპირ თქმა გადაჭით არ შემიძლიათ, ბევრ რამეზეა დამოკიდებული და იმის და მიხედვით თუ რა შეუწყობს კონსენსუსის მიღწევას გაერთიანებული ოპოზიციური ასე ვთქვათ ველზე ეს უნდა იყოს შეთანხმებული მაჟორიტარების კანდიდატები, შეთანხმდებით მაჟორიტარებზე, ერთმანეთს არ დაუყენებთ კანდიდატებს. იქიდან და მე ვფიქრობ ჩვენ ასევე უნდა ვიფიქროთ ფართო გაერთიანებაზეც კი შეძლებლის დაგვანო თუ ცადოთ რამდენად გამოვა, ანუ შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეთ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილება. ნახოთ, არ არის არაფერი გამოსარიცხი. არ გამოსარიცხი, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის თანამედროვე შაქრო კალაშოვი, რომელსაც მიიტაცა ქვეყნის მართვის სადავეები. ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას ქართულმა ოპოზიციამ, დემოკრატიულმა იმისათვის, რომ შედეგი იქნეს მიღწეული და შედეგი არის გამარჯვება. რაც მომსახურება გამარჯვებას, ხო? ის უნდა
ასახული იქნას გადაწყვეტილებებში. ნიკა, ეხლა ჩვენს უკან დიდ მონიტორზე არის ციხე რუსთავის, ჯერ არ მიუტანიათ დოკუმენტაცია, როგორც ვიცით, თუმცა იქ ჩვენი გადამღები ჯგუფი, ასევე ოპოზიციის ლიდერები ელოდებიან გიგი უგულავას და ირაკლი ოქროაშვილის გათავისუფლებას. ჩვენ რუსთავს აუცილებლად დაუბრუნდებით, როგორც კი იქ სიახლე იქნება. ბოლო კითხვა მაქვს ნიკა თქვენთან ასეთი, ბიძინა ივანიშვილის ოპონენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ყოველ შემთხვევაში ორპოლუსიანობის მომენტში ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილი, ეს იყო ოღონდ არ დაბრუნდნენ ნაციონალები, მათი ასე ვთქვათ საარჩევნო კამპანიის მთავარი იდეა შეიძლება ითქვას. ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პოლიტიკაში ასე აქტიურად ჩართვა ნიშნავს თუ არა, რომ ის დისტანცირდება ქართული პოლიტიკიდან, აი თქვენი პოზიცია ძალიან მაინტერესებს ამ. კი, აუცილებლად გაგცემთ პასუხს. ჯერთიც ეს ყველა კი რა თქმა უნდა, ყველას რაცხავდნენ და ნაციონალებად და ამაში დებდნენ უარყოფით ასე თქვათ შიგთავს. თავად გააფუჭეს ის თავიანთი რაღაცა მესეჯი, რომელიც შემოშალებული ჰქონდათ, ამიტომ რომ ყველას მართლა ყველას დაუძახს, რაც სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესაც, როდესაც ნაციონალს დაუძახებდა უბილიუს და ასე შემდეგ. მე არ გეკითხებით ოცნებამ რა ქნა, მე გეკითხებით მიხეილ სააკაშვილი რა სიზამს ქართულ პოლიტიკაში. მიხეილ სააკაშვილი ბუნებრივია, ეხლა საფეხბურთო თანამდებობაზეა, იმ დოზით შეუძლებელი არის რომ ქართულ პოლიტიკაში ასე ვთქვათ მოახერხოს სურვილის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი არის, იმიტომ რომ შესაძლოა ახლა ამხელა ესე ვთქვათ ვალდებულებები გაზაღებული და და უცხო ქვეყნის მოქალაქეა უცხო ქვეყნის პოლიტიკაში ჩართული. რა თქმა უნდა ეს იქნება შეზღუდული მისთვის დროის თვალსაზრისით და ბევრი ფაქტორის გათვალისწინებითაც. მაგრამ თლიანად რომ ეხლა მიხეილ სააკაშვილი მოწყდება ქართულ პოლიტიკას, ეს არის გამორიცხული თვალყოს ადევნებს მთელი სოფლიო კანსმომგარ არჩევნებს და ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილი შეიძლება ვერ იქნება იმ დოზით ჩართული, რა დოზითაც ჩვენ ხედავდით მანამდე ჩართულს. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მისგან დამოუკიდებლად მიიღებთ ნიკა? არა ხა პოლიტიკური გადაწყვეტილებები პარტიული მის გარეშე მიიღება? არა მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურ პოლიტიკაში ვერ იყო ჩართული, ეხლა კონცეპტუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ყოველთვის ჰქონდა მე პირადად მასთან კონსულტაციები და ბუნებრივია ეს კონსულტაციები გაგრძელდება. რა თქმა უნდა გაგრძელდება ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს შეუძლებელი კონცეპტუალური მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კი ბატონო მე ვფიქრობ რომ ეხლა არაგულწრფელი იქნება რომ გითხრათ რომ არ იქნება ეს კონსულტაციები ჩვენ შორის. დიდი მადლობა. მადლობა. ნიკა მელია იყო ჩვენი სტუმარი.